და ახლა გაჩვენებთ ვილნას, რომელსაც გავალამაზებ, ეს საბოლოო სახეა და გავამზადებ. ესე გამოიყურება ისათვის. ეს ადგილი უკვე გავყრეჭე. ანუ ვაპირებ ტყვიად და მასთან ცინარელია მაშას. ვიღებ აკუმულატორიან საფუძვლს. ჯერ ვაძლევ სიმაღლეს, რომელიც მე მინდა. კაი პერიოდია გაგრეჯისთვის. რადგან ვამზადებ ზამთრისთვის. გადაჭრილი ნაწილები ტოტებიდან შემდეგ წამოვა ახალი ყლორტები და ყლორტებმა უნდა მოასწროს გაძლიერება. აგრეთვე ამას დავეხმარებით შემოდგომო საკვებით, კალიუმით გამდიდრებული MPK-ი, რომელსაც მე წელს შესრულების აღჭერიდან რომ მალე მიიღოს, მაგრამ ის კალიუმი ამაგრებს უკვე გაზრდილ ახალგაზრდა ყლორტებს, ასე რომ ცოტა მოგვიანებით მტერისთვის იმისთვის რომ ზამთარში შეიძლება იყოს თოვლი გადამიხლიჩოს. ჯერ თუ ლამაზიც არის. მე როგორც წესი ტუნები ზამთარში ფერს იღებენ იმის გამო, რომ ფესთა სისტემა ვერ ახერხებს სითხით გამოყვებას, რადგან ამ დროისათვის ვაჭერებთ რწყვას, ასე რაც უფრო ნაკლები ექნება გამოსაკვები, მით უკეთესი იქნება სცენარისთვის და გაზაფხულისთვის. გაზაფხულამდე მე ფერს შევინარჩუნებ, ეს უკვე გამოცდილი პრაქტიკა, თუმცა ახალგადარგული ტყვეებზე, შემოდგომით ჩარგულ ტყვეებზე ამაზე არც იოცნებოთ, ისინი აუცილებლად იქნებიან რუხი ფერის ზამთარში და ესე გამოვიდნენ გაზაფხულში. როგორც გითხარი, თავი რომ სიმაღლე რომ დაუწეს, აუცილებელია ქვემოდან სვლა და ფორმის მიცემა. ყველა ვარიანტში უნდა გამოხვიდეთ და შეხედეთ დასწავლით. დავწმინდა ტყვიას, უბაცლის ზედმეს, რაც ცხელს მოყვება, დანარჩენს დავტოვებ და დაველოდები და კიდე გავასუფთავებ შემდეგი პერიოდის. ახლა მანის ჩაცმა აუცილებელია ამ დროისთვის. ახლა ცინარერია სამწუხაროდ უნდა გავსწროთ ეს. გაგითავოთ. აკუმულატორით არ გამოვა. თუმცა თუ დაიგიჯება ფოთლები და შემდეგ ნება ულამაზო და ცინარერიაც მარადმწვანეა შესაბამისად, მარადმწვანე თუ მარადმწრისფერი, შესაბამისად მთელი ზამთარი იქნება და ცოტა მომჩვარული ხდება ზამთარში, იმიტომ რომ შევეცდები ისევ შევამცირო ფორმა და გავამეჩხერო ერთი რომ შემოდგომის მავნემწყერების და ბაქტერიების შემოსევას გაუძლოს, წვიმებს არ დავყეს და იმისათვის რომ ახალი ყლორტები წამოიღოს, გაბუჩქდეს ისევ და შეძლების დაგვარად კარგად და ლამაზად რაც თავარია გამოიზამთროს. ახლა ხედავთ როგორ ვაკალმებ ცინარერიას. აღებულ ყლორთან ბოლოში ვჭრი, დედანს ვაპირებ ფესვები ამოვიღო, სადღაც 9 სანტიმეტრამდე ვაჭრი ფოთლებს ზევით, ანუ ტოვებ რამოდენიმე კვირტს, აი ამ შემთხვევაში დავტოვეთ 2, 3, 4 კვირტი. გული ამოვიღე ზრდის წერტილი, ვამოკლებ ფოთლებს, რათა აორთქლება იყოს ნაკლები, ანუ სითხე არ ნაკლები დაკარგოს. და შემდეგ პირდაპირ ჩემი გამოცდილებით თქვენსავე მიწაში შეგიძლიათ ჩარგოთ. ეს ყლორტი არის ცოტათი მომწიფებული, ესეთი ტიპის უნდა ავიღოთ ამ შემოდგომის ჩარგვაზე.
მივურგავ ახლა ამას გვერდზე დახრილი ვთქვათ სადღაც 30 გრადუსით მიწიდან. ეს არის საბოლოო შედეგი, რაც მივიღე, როგორც ხედავთ, გამოჩნდა გვერდზე იქით თუნაინში. გამოჩნდა სედუმი ბრილიანტი და უფრო ლამაზია. აქ დაკარგული არმერიები გამოჩნდნენ, რომელიც იჩაგრებოდნენ მის მცინარერიაში ჭრდილის ქვეშ და მარჯვენა ქვედა კუთხეში თქვენ ხედავთ დათესილ აგერადებს. დაითესა კიდევ პეროვსკი. თავისით დაითესა ვერბენა ბანარიული. თავისით ითესება ალისუმი, რომელიც ერთხელ ჩემით გამოვიყვანე თესლიდან დავთესე და თავისით ითესება. აი აქ ჭრდილში მოხვდა და არ ყვავილობს, იყვავილა გაზაფხულზე, შემდეგ აღარ უყვავილია. თეთრი ალისუმის გარდა არის აქ ცისფერი ალისუმი. წინ თქვენ დაინახეთ ვერბენა ბანარიული, რომელიც აგრეთვე თესლს ყრის. ეს ალისუმი უკარო არის მრავალწლიანი ყვითელი ალისუმი და გაზაფხულზე ყვავის მხოლოდ. ეს ჩემი ჰორტენზია ვანილა პრაის, რომელიც დავდებით რომ გაჩვენოთ, რომ ჩვენთან იფერება საგვილა ჰორტენზიები. ყოველ შემთხვევაში ჩემს ზონაში 7B8A. ამის და დღის ტემპერატურის ცვლილებები საკმაოდ. მინდა გაჩვენოთ, როგორ გავსხლავ მუდმივი ყვავილობისთვის, აი როგორ ისხლება მოყვავილი მცენარეები, რომელიც მთელი ზაფხული ყვავის. ეს არის ვერონიკას პიკარტაბლუ. საერთოდ ისხლება რაღაცამდე, ფოთლამდე, ტოტამდე, ცოტა ზემოთ უნდა ავიღო. ეკლამდე, კვირტამდე. აქაც ვცდილობ მოვჭრა ან ფოთლამდე, ან თუ თქვათ რამოდენიმე განშტოებიანი არის ყვავილედი, განშტოების ქვემოთ ჩამოვდივარ. ეს ახალ კვირტებს ქმნის, ბუჩქიც დიდი, უფრო შეკრული ხდება, კომპაქტური და ყვავილობაც არ ჩერდება მთელი ზაფხული. მინდა ჩავგო ირმის რქა. ეს ერთი კვირის წინ გადაღებული ვიდეოა და გაჩვენებთ, როგორ გადაიხრუკა მთელი მდელო ამ გვალვიანი ზაფხულის შემდეგ. პატარა ორმო აქ რო ამოვთხარე, არქი 1-10 ლიტრი, 1 ვედრო წყალი ჩავასხი, რომ ადვილად ამომეთხარა ორმო. ეს ირმის რქა არის წითელი ფერის. ამოვიღებ ახლა ქოთნიდან და დავაზომებ ორმოს. თუ აკლია, რა თქმა უნდა ცოტა ფესვები უნდა გავუხსნათ. თუ აკლია, სიმაღლე მაღლა ორმოს გავაღრმავებ. თუ დაბლა გამოვიდა, მიწას დავუმატებ. წინასწარ მორწყულია ორმო, როგორც გითხარით, იგივე სიმაღლეზე ჩავრგე, როგორც იყო, ზუსტად გავუთანაბრე ქოთანში, როგორც იყო მიწის ზედაპირს. ყოველთვის ტალახში ვრგავ, მე თიხიანი, ქვიანი მიწა მაქვს. ეხლა საყრდენი ჩავუჭე, ჯობია ჩარგვის დროს ვქნათ ეს და ჩავუჭე იმ მხარეს, საიდანაც ჩემთან უფრო მეტად ხრის მეტ შემთხვევაში. საერთოდ ვამაგრებ გაგეცინებათ და საკუთარი კოლგოტით, სასურველი იყო რაღაც ნეიტრალური ფერი მქონოდა, მაგრამ არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ ეს წყალს არ აკავებს, შესაბამისად არ სველდება, თუ სველდება უცებვე შრება, მერე არის წელვადი, ანუ მცენარეს არ აზიანებს და ვცდილობ როგორც
პოტზე დავამაგრო თვითონ მცენარის ცალკე, ისე მცენარესა და სამაგს შორის გავატარო, რომ შეხების წერტილი მცენარეს არ ჰქონდეს სამაგრზე. ეს ჩარგვების სეზონი იწყება და მგონი გამოგადგებათ. ისე რომ ნახოთ, ერთი კვირა წვიმს, ვერ ვიტყვი გადაუღებლად, მაგრამ ჩემი ეზო უკვე მთლიანად გამწვანებული არის. ამას დავუმატებ მიწას. ქვემოთ ვჭრი ზედმეტს, რომელსაც შეხება ექნება მიწასთან, ვერ დავამაგრებ და თან მანდიდან წარმომავალი სიმაღლე უფრო მაღალი მინდა იყოს. ესე თუ დააკვირდებით, 2 ტოტი დავპოვებ. მინდა რომ საბოლოო ჯამში იყოს 1 ტოტი, მაგრამ დავაკვირდები როგორ გამოიზამთრებს და რომელი უფრო გაზაფხულზე, რომელიც უფრო ჯანსაღად და უფრო მსხვილი იქნება, იმას დავტოვებ და შევეცდები ეს ძალა არ დავაკარგინო. თუ ზამთარში ეს დაიძინებს და ფოთოლმცვენია როგორც იცით. თან ისეთ ადგილზე ვდგავ შუაგულ კამერში, ჩემ გარშემო აქეთი დიდ უკან წინ რამოდენიმე მოსახლეა, მხოლოდ რასაც ხედავთ, ერთი ის არის, ერთის მოშორებით გვერდზე კიდე ვიღაცა და კიდე ერთის მოშორებით, ერთი მეზობლის მოშორებით კიდე ჩემი მეგობარი, ასე რომ აქტიურად აქ ქარი დაქრის. როგორც ხედავთ, მე ღობეც ღია მაქვს. მავთუხლარგებით მაქვს მხოლოდ. რადგან მწვანე ღობეს ვაპირებ, ჩემთან არის შენებლობა, ეხლა ხანს დავამთავრე სახლის შენებლობა და რემონტზე ვარ გადასული. და პარალელურად ვაკეთებ ბაღს. ყვავილნარებს, პაკელთირშობილებს. როგორც ხედავთ, ნახეთ, რომ წყალი კიდე დავუმატე და გავუკეთე გარშემო არხი. ეხლა არხი ზუსტად იმ ქოთნის ფორმაზე გავუკეთე. ჩავუმატებ გუმაც, არანაირ სხვა საკვებს არ ვაძლებ, არა უშავს მცენარეს. მცენარე შეეგუო, ჩემ მიწას ჯობია, მერე უფრო ჯამთელი იქნება. თავიდან ცოტა სხვა, თქვათ, სადაც ყიდულობთ, იქ უმატებენ 1000-ნაირ ნივთიერებებს, წამლებს და უცებიზდება მცენარე, მაგრამ მერე ნელდება ზრდაში და რაღაც 1000 დაავადებები უჩნდება და მკურნალობა უნდა. მე მირჩევნია ესე, შეეგუოს ჩემ მიწაში გაიზარდოს, ყოველგვარი დანამატების გარეშე ერთადერთი შემოდგომით ვუმატებ გუმაც, რათა მცენარეს დავეხმარო, რომ ფესვებით აიღოს მაქსიმალური საკვები, რაც ჩემ მიწაშია. როგორც გითხარით, მიწა თიხიანია, ანუ მინერალებით და მარილებით არის სავსე. ეხლა ნახეთ, წყალი რო დავასხი და დაველოდე, როდის გაიწოვდა, ზემოდან მშრალი მიწის ფენას ვაყრი, ისე ვაკეთებ პატარა არხებს, ეს შემდეგისთვის მოსარწყავად, რადგან ფერდობია მორწყვაში დამეხმარება, რომ არ გამექცეს წყალი და ფესვებთან ჩავიდეს. ზემოდან კიდე მივაყრით ხელფენა მიწას, რომ არ დასკდეს მიწა მზეზე. ეხლა დაგემშვიდობებით, თუ რამე შეკითხვები გაქვს, მომწერეთ და გაიზიარეთ, ან გამომიწერეთ, ან მომიწონეთ.